არის სამარცხვინო სასჯელი, მათ წაართვეს პასპორტი. ეგ არის. ამაზე ნაკლები არ არის. რას მეუბნებით ახლა ეს ხალხი საქართველოსდან იმიტოა წასული, რომ ძალიან კარგად იცის ქართული რეალობა. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ 16000 ლარი აქვს იმ უსაქმურ პრეზიდენტს ხელფასი და საქართველოში ჩვეულებრივი, რა ვიცი, ნებისმიერი სურსათისში, მაღაზიაში მუშაობით ვერ იცხოვრებს ადამიანი და ვერ გააქვს დღითი დღემდე საკუთარი ცხოვრება. და ბავშვების მკურნალობისთვის მიდის ევროპაში და ბარდება იქ. ვის თხოვენ ესენი რომ ჩამოდიო ქვეყანაშიო და დაათვალიერეო რა ხდებაო? დასათვალიერებლად ცალია ხალხს. დედაჩემი 16 წელი მუშაობდა ამერიკაში, როგორც ისე მუშაობენ ჩვენი თანამოქალაქეები. და რა, დასათვალიერებლად ცალია და $2000 ფრენაში გადაიხადოს, ამერიკიდან ჩამოვიდეს, 4-5 დღე აიღოს შვებულება. ესენი მართლა ვიღაცებს დასცინიან ხალხო. ეხ ჩვენ თანამოქალაქეებს ელემენტარულად შვებულება არ აქვთ, რომ იმკურნალონ და ექიმთან წავიდნენ. ერთი დღე უკეთეს შემთხვევაში აქვს დასვენება. და ამდენი ხარჯი უნდა გაიგონო ქვეყანაში ჩამოვიდნენ. დაცინვა არის. ჩვენი ემიგრაცია 4 მილიარდ ლარს რიცხავს წელიწადში ჩვენ ქვეყანაში. ეგენი რო არ იყვნენ, ჩვენ დავიხოცებოდით პურის რიგებში. ეს არის რეალობა. და ეხლა ქართული ოცნება და ეს რუბლები, რა ქართული ოცნება კი არის? ეს არის რუბლები. ეს რუბლები მიხვდებიან თუ არა, რას შვებიან, სამარაჯამო დაღს დაისვავენ.